ეს არის წლის ბოლო ივენთი ESPN-ზე და თქვენ აღმოჩნდით main event-ში. ასე რომ მათ სურდათ დარწმუნებული იყვნენ, რომ main event-ი კარგი იქნებოდა. რადგან მათ ორი სტრაიკერი მოიყვანეს აქ. თეორიულად შეუძლებელია, რომ ეს არ იყოს ღამის ერთ-ერთი საუკეთესო ბრძოლა, რა? ჩემთვის ეს არ არის გასაკვირი, რადგან ESPN-თან დავიწყე და ვფიქრობ, მათ ეპოქას კარგად დავასრულებ. ასე რომ ვფიქრობ, მათ სურდათ, რომ ყოფილიყავი ამ ადგილას, სადაც ახლა ვარ. გიგა შოუ კვლავ ბრუნდება. რა იყო თქვენი რეაქცია, როდესაც კევინ ვალეხოსის სახელი გაიგეთ, რადგან იცოდით, რომ ისიც სტრაიკერია და დარტყმებს გასვლით. ამით ის ბედნიერია და შეეწყობა ამ ენერგიას. მაგრამ ასევე თქვენს რეიტინგს დებთ სასწორზე. ამისთვის დიდი პატივისცემა გეკუთვნით, რადგან ზოგიერთი ამას არ გააკეთებს. და ახლა თქვენ ყველას უჩვენებთ, ეს როგორ კეთდება. ახლა რეიტინგებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ, რადგან ვიცი ჩემი ადგილი, ვიცი რომ ჩემპიონის დონის მებრძოლი ვარ და უნდა გავაკეთო რაღაცეები, რომ ჩემპიონი გავხდე. ამიტომ ჟან სილვა გამოვიწვიე. ცხადია მის ბრძოლებს უყურებდი და კევინ ვალეხოსის ბრძოლას ვნახე ჟან სილვასთან. ასე რომ ცოტათი ვიყავი გარკვეული. პლუს მან იჩხუბა ჩემს ერთ-ერთ თანაგუნდელთან, დენის სილვასთან. ამის შემდეგ ვიცნობდი ამ ბიჭს. ის არის ამომავალი მებრძოლი. არ ვფიქრობ, რომ მზად არის იმ დონისთვის, სადაც მე ვარ და ამას შაბათს ვნახავთ. მე მას უკან საბავშვო ბაღში დავაბრუნებ, რადგან მოგვიანებით უკეთესი დაბრუნდეს. ის ახალგაზრდაა. მას წინ დიდი კარიერა აქვს. გეგმები გვაქვს მომავალი წლისთვის, რომ დიდი საქმე გავაკეთოთ. ასე რომ პირველ რიგში საქმეს მივხედავ შაბათს და შემდეგ ისევ დაბრუნდებით. ახსენეთ, რომ ის მზად არის და ბედნიერია გაცვლებისთვის. ამას ვნახავთ, რადგან ყველა ამას ამბობდა. ერთია თქმა, მაგრამ სულ სხვა ამის რეალურად გაკეთება. თქვენ ნახეთ ჩემი ბოლო ბრძოლა, რა? დიახ, რა თქმა უნდა. ასე რომ ისიც ბევრ რამეს ამბობდა, რომ გააკეთებდა. პირველი რაუნდის შემდეგ ვნახეთ რა უნდა სინამდვილეში. ასე რომ არ იქნება გასაკვირი თუ ის გრეპლინგს აირჩევს. მაგრამ შანსს არ მივცემ და ბრძოლას პირველ რაუნდში დავასრულებ. თქვენ გამოცდილი ხართ. ის ახლა იწყებს კარიერას და იქ უნდა ყოფნა, სადაც თქვენ უკვე ხართ. როგორ რჩებით ფოკუსირებული ამაზე, როგორ არეგულირებთ ყველაფერს სწორად, რომ გააერთიანოთ თქვენი მთავარ ბრძოლებში ყოფნის გამოცდილება, რათა შაბათს რაღაც ფეთქებადი და ფენომენალური შექმნათ. სნაიპერი მებრძოლი ვარ, ასე უწოდებ იმათ, ვინც თავის დარტყმებს ძალიან კარგად არეგულირებს. ნახეთ მისი მრავალი ჩანაწერი, მრავალი ვიდეო ჩანაწერი და ვიცი რა უნდა გავაკეთოთ ამ ბრძოლისთვის. ასე რომ მსგავსი ტიპის მებრძოლებთან მქონდა საქმე მთელი ჩემი ცხოვრება და მრავალჯერ დავხურე ეს თავი. უბრალოდ ჩემი ძველი წიგნი თავიდან უნდა წავიკითხო და სულ ეს არის მზად ვარ შაბათისთვის. კევინ ვალეხოსმა ადრე ამაზე ისაუბრა. მან ასე ვთქვათ აღიარა თქვენი სტრაიკინგი, მაგრამ მარტივად წარმოაჩინა, რომ უბრალოდ მანძილის შემცირება იყო საჭირო და ეს დარტყმის ხარისხს ამცირებს. ამის თქმა ადვილია, მაგრამ ამის სწორად გაკეთება რთულია. ან თუ ვინმე ფიქრობს, რომ უბრალოდ გადალახავს თქვენს მანძილს და წვდომს, მაშინ ის ცდება. თუ ფიქრობს, რომ ეს ადვილი გასაკეთებელია, რა? მიყვარს ეს თავდაჯერებულობა. ეს მე მომწონს, ამიტომ მივეცი მას შანსი, რომ ვნახო, რისი გაკეთება შეუძლია. მაგრამ ეს ჩემთვის, არ ვიცი, არ მინდა რომ უპატივცემულო ვიყო, მაგრამ ჩემთვის ეს ძალიან კარგი საშუალოდ შემწვარი სტეიკია და მე მიყვარს სტეიკები.
პირველად თქვენს კარიერაში UFC-ში ზედიზედ 2 წაგება გაქვთ. არის თუ არა დამატებითი ზეწოლა ამის გამო, თუ თქვენ ისეთი ადამიანი ხართ, რომ იღებთ იმას, რაც გჭირდებათ, იმ ბრძოლებიდან და შემდეგ უბრალოდ ივიწყებთ. და ახალ ბრძოლაში არანაირი ზეწოლა არაა. გცნობთ რაიმე დამატებითი ზეწოლას ამ ბრძოლაში, როცა არ გაქვს მოგებების სერია? არა ძმაო, თუ კოვიდის დროს იყავით 2020 წელს 4-ჯერ ვიჩხუბე წელიწადში. მომავალ წელსაც ყოველთვის დაკავებული ვიყავი. ეს არის ის, რაც მიყვარს. მიყვარს კემპში ყოფნა, ბრძოლისთვის მზადება. სამწუხაროდ რაღაც მომენტში რამდენიმე წლის განმავლობაში ბევრი ტრავმა მქონდა, ბევრი ოპერაცია გავიკეთე, ამიტომაც ხშირად ვერ მხედავდით. მაგრამ ახლა დავბრუნდი და აღბრთოვანებული ვარ. იცით, დღეს ბევრი ჯანმრთელობის ხრიკია. იცით, დღეს ბევრი ჯანმრთელობის ხრიკები არსებობს. 37 წლის ვარ, მაგრამ როგორც 27 წლის ისევ უგრძნობ თავს. შესაძლოა უფრო ახალგაზრდათაც კი. ახლა უფრო ბასრი და სწრაფი ვარ. წონას უფრო მასტივად ვიკლებ. არ ვიცი რა ვთქვა, ჩემი რეაქციები შესანიშნავია. ასე რომ ეს კემპი მართლაც კარგი იყო. წინა ივენტზე პირველი შემთხვევა გქონდათ, როცა წონა ვერ ჩააბარეთ. ამ საბრძოლო კვირაში რაიმე პრობლემა ხომ არ არის წონასთან დაკავშირებით? არავის არ მინდა დავაბრალო, მაგრამ იცით, ჩემს სასწორზე წონა დავაფიქსირე. ასე რომ იქ მივდივა, სხვა სასწორია და ბოლოს წონის შემოწმებისას, სანამ ის არ მიდიოდა, მანაც კი შეხედა ამას. ისინი ამას ძველი მეთოდით აკეთებენ. მას ჰქონდა წარმოდგენა, რომ ეს ჩემი წონა იყო. ასე რომ არ ვიცი, ეს არის რაც არის. ეს ჩემს ცხოვრებაში პირველი შემთხვევა იყო. ჩემი საკრედიტო ბარათი უფრო მძიმეა ვიდრე ის წონა, რაც გადავაჭარბე. ასე რომ ყველაფერი კარგადაა. მეტოქემ დამატებითი 20% მიიღო. ეს არის და ეს რა თქმა უნდა არ მომეწონა. სწორედ ამიტომ ვარ ახლა ბევრად ნაკლები. გსურთ რომ UFC ციფრულ სასწორებზე გადავიდეს ძველებური მეთოდების ნაცვლად? არ ვიცი, ეს მათი მეთოდია. ალბათ უკეთესი იქნებოდა, მაგრამ არ ვიცი, ვერ გეტყვით. ეს მართლაც რთულია, რადგან თქვენ გაქვთ სასწორი თქვენს ოთახში. შემდეგ მიდიხართ სავაჯიშო ოთახში. შესაძლოა ცოტა განსხვავებული იყოს. ზოგჯერ იგივეა, ზოგჯერ განსხვავებული. ის ყოველდღე მუშაობს. თქვენ ყოველჯერზე უნდა ხელახლა გადაატვისთოთ და დააყენოთ. ასე რომ, დიდი არაფერი. შაბათს რა არის თქვენი გასაღები გამარჯვებისთვის? რა უნდა მოხდეს იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენი ხელი აღიმართოს გამარჯვების ნიშნად? უბრალოდ გიგა უნდა ვიყო. უბრალოდ უნდა ვიყო ჩემი თავის 100%. უნდა ვიგრძნო თავის საუკეთესო და ეს არ არის რაღაც სასწაული, რასაც გეტყვით, რადგან თქვენ იცით ჩემი უნარები. იცით, რომ ყველასთან შემიძლია გამკლავება. უბრალოდ ჯანმრთელი უნდა ვიყო. ახლა თავს ჯანმრთელად ვგრძნობ. დღეს 4 შაბათია. ასე რომ 4 შაბათიდან შაბათამდე უნდა დავრწმუნე, რომ რამე ტრავმას არ მივიღებ და ყველაფერი კარგად იქნება. სულ ეს არის. თუ გიგაქიქით გაიმარჯვებთ, იტყვით გიგაქიქით ჩემგან, რათა ეს გამოიყენო თქვენი დარბაზის რეკლამირებისთვის. ყოველი დათმა გიგაქიქია, ასე რომ მე ნამდვილად მაქვს მხოლოდ ერთი გზა ნაჩვენები, მაგრამ სხვა მრავალი გზაც მაქვს. ასე რომ თვალყური ადევნეთ, ეს სახალისო იქნება. ბოლო კითხვა, რასაც გკითხავთ, არის თქვენი Instagram-ის სახელის შესახებ. თქვენი აკაუნტის სახელია Knockout Cancer. თავიდან ვფიქრობდი, რომ კიბოსთან იყო რაღაც კავშირში. თუ ეს უბრალოდ ადამიანებისთვის არის, რომელსაც ნოკაუტში აგდებთ და მათთვის კიბოსა ვითხართ. რა მიზეზი იმალება ამ სახელის უკან? დედაჩემი კიბოთი გარდაიცვალა. ამის შემდეგ დავაარსე საქველმოქმედო ფონდი, სახელწოდებით Knockout Cancer. ვცდილობ ცურს დავეხმაროთ. ამ დრომდე 300-ზე მეტ ადამიანს დავეხმარეთ. ამაზე ბევრს საუბრობ, რადგან ეს ჩემს გულში ღრმად არის, რასაც მთელი ჩემი ცხოვრება გავაკეთებ. ამით არავინ არ შეუღლობს ფულს. უბრალოდ რაც არ უნდა ვიშოვო ფული ჭხუბიდან, ყოველთვის არის რაღაც პროცენტი, რაც ამ ფონდში მიდის. გარდა ამისა, ვინც პირდაპირ გვეხმარება, ყველაფერი მიდის პაციენტებთან. ყველა თანხამად ხმარდება. სულ ეს არის. ეს წარმოუდგენელია. გაქვთ რაიმე ვებგვერდი ან როგორ მიმართავდით ვინმეს, ვისაც სულს მეტი გაიგოს Knockout Cancer-ის შესახებ? ვებგვერდი უნდა იყოს, ვინც მიკავშირდება ჩემს დასთან ვამისამართებ. ჩემი და მართავს ამას. ჩვენი ოჯახი მართავთ. სხვა არავინაა ჩარეული ჩვენს გარდა. შემდეგ ჩვენ ვუყურებთ, რამდენად რეალურია ეს.
რადგან ბევრჯერ მოტყუებულები დავჩენილვართ. Რამდენჯერმე მოგვატყუეს. ასე რომ ვწმუნდებით, სწორია თუ არა ეს საქმე. ეს არ არის რაღაც უზარმაზარი თანხა, მაგრამ რაც შეგვიძლია ვაკეთებთ. ბედნიერები ვართ, რომ მცირე წვლილი შეგვაქვს ამ საქმეში. ეს წარმოუდგენელია. მადლობა, რომ გაგვიზიარეთ ეს ამბავი. არ ვიცოდი. ვფიქრობ, საოცარი ამის მოსმენა. ვაფასებ ამას. მადლობა.